მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი სავარაუდოდ ზურაბიშვილზე აეროპორტში მომხდარ თავდასხმას შეეხებოდა. დიპლომატებს შეხვედრის დასრულების შემდგომ კომენტარი არ გაუკეთებიათ. მეხუთე პრეზიდენტზე თავდასხმის გამოძიების მოთხოვნით დღეს გიორგი გაბიტაშვილის სახელზე სარჩელი გენერალურ პროკურატურაში შევიდა. ეკაბესელია მედიასთან თქვა, რომ ინციდენტის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და დადასტურდა, რომ მას დაზიანებები აღენიშნებოდა. კიდევ უფრო მძიმე შემადგენლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ეს ხდება პოლიტიკური შეხედულებების გამო და პოზიციის გამო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიმართ ეს აგრესია. ამისთვის კიდევ ცალკე სპეციფიური მუხლია არაადამიანური მოპყრობის. დადასტურებულია, რომ დაზიანება აღენიშნება, რაც არ უნდა ისროლო სახის არეში, როდესაც ესვრი ადამიანს შეიძლება იყოს სახიფათო, ჩანდა რომ იქ მობილიზება ხდებოდა კიდევ გარეთ სხვა ჯგუფების დაცვა ელოდებოდა, დაცვა მცადა რომ პოლიცია ეპოვა და პრეზიდენტმა უთხრა მოეხმოთ პოლიციელები წესრიგის დასაცავად, მაგრამ არავინ არ იყო უბრალოდ ვისთვის უნდა მოეხმოთ. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს. შემთხვევა 18 თებერვალს გამთენიისას მოხდა. ერთი დღით ადრე კი თავს დაესხნენ ოცნების ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას და გერმანიის ყოფილ ელჩს ელგუჯა ხოკრიშვილს. მათაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კვერცხები ესროლეს. თავდასხმის ადგილი ამ შემთხვევაშიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იყო. გახარიამ მომხდარის გამოძიების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.